როდესაც მე ვარ ისეთ სამსახურში, სადაც რაღაც სერიოზული პრობლემები არის, ხო? ანუ ვარ რუტინაში, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მე არ მიყვარს, მაგალითად, ვარ ოჯახში, სადაც მე კომფორტულად არ გვსვამ თავს, ვარ მეუღლესთან, რომელმაც ამოწურა დიდი ხანია საკუთარი თავი. ან ძალიან მიყვარს ყველაფერი, მაგრამ არ მომწონს მისი ჩემს მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინც ვითმენ. მე მაინც შემგოებელ პოზიციაში ვარ. ეს უკვე არის თვითშეფასების, ეს უკვე ვენერიდან გადავდივართ მზის თემაზე, მთვარის თემაზე აქ და გადავდივართ თვითშეფასების თემაში, როგორ აღვიქვამთ ჩვენ თავს, მაგალითად ცნობიერ დონეზე. ესეთი ხალხი, ვისაც აქვს ხოლმე აი ამ ეგოს პრობლემა, მზის და მთვარის თუნდაც ემოციურ დონეზე პრობლემები, ხშირად არიან ან აგრესიულები ასევე გარი სამყაროსგან, მაგალითად მე იმას არ ვიმსახურებ, მე ამას არ ვიმსახურებ. ოღონდ თვითონ ყველაფერს აკეთებს საპირისპიროს, ხო? რომ მაგალითად შეიძლება ადამიანს ეჩხუბებოდეს, რომ მე მიმიღე, მე ესეთი ვარ, ოღონდ თვითონ არ იღებდეს თავის თავს, ხო? და მაგალითად იყოს ისეთ სიტუაციებში, იქ შეიძლება პირველი ვარიანტიც მოდიოდეს, ეს სხეულებრივი ვენერას დონის თემაც იყოს განმაპირობებელი. მეორე ფაქტორით შეიძლება ზოგს კონდეს მარტო პირველ ფაქტორში პრობლემები, მაგრამ არის, როცა პირველი ფაქტორს მეორე ფაქტორი ამატება, ეს უკვე უფრო ართულებს აქ სიტუაციას, ხო? ეს ასტროლოგიური კომბინაციებით ვხედავთ ხოლმე ამ ყველაფერს. და აქ ამ თვითღირებულებაში მოდის ან პირიქით უკან ჩაჩოჩვა საკუთარი თავის მეორე პერსონა რო ხდებით, ხო, სადღაც სიტუაციებში და მე თან ვიბრძვით, რომ პირველი გავხდეთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკან ვიყო, ხო? რომ მე მაგალითად არ ვცდილობ განავითარო ჩემი პროფესიული სფერო, არ ვცდილობ ან ვისწავლო. ეხლა უნდა დავბრუნდე და გავაკეთო ის, რაც არ გამიკეთებია. და ჩემი თვითშეფასებისთვის და ჩემი რეალიზებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე როდესაც პირად რუკაზე მოდიან ჩემთან და კლიენტებთან რომ მუშაობ, ყველას აქვს თითქმის ეს ფაქტორი. ზოგი საერთოდ ვერ ხვდება, რომ რაღაც უნდა გააკეთებინა მნიშვნელოვანი. ზოგჯერ არის ის მომენტი, რომ 10 წელი, 15 წელი, 20 ან 25 ან 30 დავკარგე და ბრუნდები უკან იმ წერტილიდან ვიწყებ ცხოვრებას, სადაც გაწყდა ეს ძაფი, აი ესე რომ მიდიოდეს ჩემი ცხოვრება, ქვევი წავედი და ესე განვითარდა და ისევ ბრუნდები ზევით და ეხლა აი იმ წერტილიდან ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, აქ ჩავარდნა მაქვს 15-20 წლიანი, მაგრამ აქ აღარ გავაგრძელებ ქვევით, ქვედა ვიბრაციას ცხოვრებას, ზევით ისევ გავთანაბრდი და გავაკეთე ეს ჩემ ცხოვრებისგან, ხო, ჩემ ცხოვრებისგან რაღაც შევქმენი, ღირებული და მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.